მოგესალმებით, ჩემი ძვირფესებო. ეს არის არხიტაროს მოყვარულთათვის და დღეს მინდა გავაკეთო საჯარო გაშლა, რა გადაწყვეტა თქვენმა ჩაფიქრებულმა ადამიანმა თქვენთან დაკავშირებით. მაშასე წარმოთქვით მისი სახელი, ვნახოთ ვინ არის, რა ენერგიებშია, ფიქრი, გრძნობა, მოქმედება და რა გადაწყვეტილება მიიღო თქვენთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ ეს არის საჯარო და ყველაზე ერთნაირად არ რეზონირდება, თუმცა საჭირო ინფორმაციას აღმოაჩენთ თქვენთვის. მაშ ასე, დავიწყოთ. ვინ არის თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი? ვინ არის თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი? ვინ ხარ შენ? ეხლა რაღაცა სასამართლო პროცესები პირდაპირ მნიშვნელობით სასამართლო პროცესებს გადის, ან ძალიან მკვლელ ტრანსფორმაციას გადის, პარალელურად ხდება მის პირად ცხოვრებაში რაღაცა გაურკვეველი სცენარი, კარმა ერთგვარი, წინა ცხოვრების პასუხისმგებლობა, წინა ცხოვრებიდან გამოყოლილი რაღაცა პასუხისმგებლობები, არის იხლანდელი დაშვებული შეცდომებზე პასუხისმგებლობები, ეს უკავშირდება მის პირადს. აუცილებლად შესაძლებელია ის იყოს ქორწინებაში სხვათა შორის, არც მაგას არ გამოვრიცხავ, რომ იმპერატორი მეუღლის სტატუსს ნიშნავს და პარალელურად ეს ურთიერთობები, რომელიც აქვს, შეიძლება უბრალოდ სტაბილურ ურთიერთობას განვიხილოთ, თავზე ინგრევა ყველაფერი. რაღაცა რთულ, საკმაოდ რთულ პერიოდს გადის, თუ პირდაპირ მნიშვნელობით სასამართლო პროცესები არ არის, ეს არის ერთგვარი კარმა, რომელიც მას დაბრუნებული აქვს და ამაზე პასუხი უნდა აქვს. კიდევ, ვინ ხარ შენ? ვინ ხარ შენ? ვინ ხარ შენ? რატომღაც მისთვის მატერიალური მხარე ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია, ესე ვიტყოდი, იმიტომ რომ აი ნახეთ პირად ურთიერთობები და პარალელურად მატერიალური საკითხები რომ დავწონოთ, გადახრის აუცილებლად მატერიალური საკითხები. ძალიან უნდომებულია დღეს ფულის შოპში ეს ვაჟბატონი. აქ ამოვიდა თასების მეფე, შესაძლებელია წყლის ნიშნებს მიეკუთვნებოდეს, თუმცა არ ვანიჭებ უპირატესობას, მაგრამ გეტყვით იმას, რომ მისთვის გრძნობა, ფლირტი, მათ შორის ეს ვნება არის ძალიან დიდი ფაქტორი ურთიერთობაში. თუ მან ეს ვერ იგრძნო ქალთან და ეს მიზიდულობა, ქიმია ეგრეთ წოდებული, ესე ჩვენ რომ ეძახით, ვერ იგრძნო ქალთან ურთიერთობაში, მაშინ იქ აღარ განიხილავს საერთოდ დარჩენას ან რაიმე ნაბიჯების გადადგმას. მოდი ვნახოთ ეხლა და რეალურად ეხლა მის პირად ცხოვრებაში სერიოზული ქაოსია, ამასაც უყურებ. თვითონ ვერ ხვდება რა სჭირს და რა ხდება მის თავს. მოდი ვნახოთ რა ფიქრობს თქვენზე დღევანდელი გადმოსახედიდან, ფიქრობს რომ ძალიან კრიზისია ურთიერთობაში, საკმაოდ კრიზისულ პერიოდს გადიხართ, აუცილებლად ჭირდება ბალანსი ამ ურთიერთობას, ფიქრობს რომ აქტიური უნდა გახდეს, უნდა შემოგთავაზოთ რაღაცა, წამოვიდეს ნაბიჯებით, ახაც მოქმედებაშია და ახაც მოქმედებაშია, უკვე უნდა დაიწყოს აქტიურად მოქმედება, იმიტომ რომ ეს ხუთიანი ნახეთ პენტაკლები არ მიყვარს, ეს არის ტრავმირებული ურთიერთობები, ნახეთ როგორ ისიც და თქვენს ტრავმირებული ხართ, ამიტომ მზად არის იმუშაოს ამ ურთიერთობაზე, რეალურად გადმოდგას ნაბიჯები, შეცვალოს რაღაცა ტენდენციები, ამას ფიქრობს. კარგი, ფიქრი ერთია და რაღაც შენს რას იზავს ვნახოთ. გრძნობები რა აქვს თქვენთან დაკავშირებით? გრძნობა, რას გრძნობა? ადამიანების მიმართ გრძნობა ქაოსში. ვერ გარკვეულა რა ჭირს. ნახეთ, აქ უფრო მიდის ხისტი ენერგიები და თითქოს მენტალური ბრძოლები ერთმანეთში. აქ არის ორიანი ხმალი, ორი პარტნიორი, რომელიც სხვადასხვა მხარეს იყურება ქაოსი და სიბნელე ურთიერთობაში. გადაწყვეტილებების მიღება ამ თვალსაზრისით ძალიან უჭირს. გრძნობასთან დაკავშირებით ძალიან საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში და ბრძოლებში მოდის, რაც არ მოსწონს. არ გამოვრიცხავ იმას, რომ ორ ურთიერთობაში ორ სკამზე მოყალათებას ცდილობს ეს ვაჟბატონი, პარალელურად მიდის აქ დაკვირვების ტენდენციები, რაღაც გარკვეული ციკლი არის დახურული ამ ადამიანის ცხოვრებაში. არის სხვა რაღაც ეტაპს ვამთავრებ ჩვენი ცხოვრების და სხვა ეტაპზე გადავდივართ, აი დაახლოებით ესეთი ეტაპის ჩახურვა მისი ცხოვრების და რაღაცა ახალი ნაბიჯები უნდა გადადგას, შეცვალოს ტენდენციები, შეცვალოს მიმართულებები, შეცვალოს შეხედულებები. აი აბსოლუტურად მოუწევს რაღაცნაირად თითქოს თავიდან დაიწყოს თავისი ცხოვრება, მათ შორის პირადიც. მოდი ვნახოთ ეხლა ესეთი რაღაცა. კიდევ აი სამკუთხედი ბევრ განვიხილავ სამკუთხედს რა, აი თითქმის თუ ეს სამკუთხედი არის ამ შემთხვევაში, მეგობრებო, მაშინ გეტყვით იმას, რომ შესაძლებელია მისი ოჯახის წევრები ერავდნენ თქვენს ურთიერთობასთან დაკავშირებით, ხდება ძალიან ისეთი მკაფიო ჩარევა. ნარცისია ჩვეულებრივი. კარგი. მოდი ვნახოთ რა ფიქრობს ეხლა ამ გადმოსახედიდან თქვენს ურთიერთობაზე? ძალიან სექსუალური ქალი ხართ, არ უნდა ამ ენერგიების დათმობა, არ უნდა ამ ურთიერთობის დათმობა, მაგრამ იცის რომ ძალიან ბევრი ტკივილი მოგაყიდეთ. აი ეს სტრესული მდგომარეობა საკმაოდ დიდი ხანია გადიხართ, შესაძლებელია განვიხილო ბოლო 4-დან 9 თვის ტენდენცია. ვიღაცასთან 4 თვე, ვიღაცასთან 5, აი 4-დან 9, 4-იან და 9-იანი მეორდება ჩემი ძვირფესებო და რეალურად ხვდება რომ ძალიან დიდი ტკივილი მოგაყიდეთ, აღმოჩნდით წინააღმდეგობაში საკუთარ თავთანაც და ამ ურთიერთობაშიც, აი ეს მენტალური ბრძოლა, გრძნობებთან დაკავშირებით
დაკავშირებით და ურთიერთობებთან დაკავშირებით არაერთი შანსი მიეცით ამ ურთიერთობას, და მაინც ვერ გამოიყენა ეს შანსი სწორად, ესე ვიტყოდი. ეხლა უყურე ნახეთ რა საკეთებს, ეხლა შიშის ფაქტორიც აქვს იქიდან გამომდინარე, რომ არ მოხდეს თქვენ ცხოვრებაში ვინმეს უფრო მნიშვნელოვანი შემოსვლა, ვინც გადაწონის რაღაცა ღირებულებებს და არ მოხდეს თქვენი მხრიდან ხალათი. ამის შიში აქვს ძალიან დიდი სხვათა შორის. განიხილავ იმ ფაქტორსაც, ნახეთ, მცვიერების არკანი ამოვიდა. შანსი უნდა აუცილებლად მოითხოვს შანს, თუ ვინმესთან არის ეს ტენდენციები, რაც მე ხა ჩამოვთვალე, რომ აღდგეს ეს ურთიერთობა, იქიდან გამომდინარე, რომ მნიშვნელოვანი ამისთვის ის ენერგიები, რაცაც თქვენ აზრებთ ამ ურთიერთობაში, მზე ენის ნიშნავს ზოგადად თითქოს პარალელურად, ეგო, ამ ურთიერთობაში მას ძალიან ამაღლებული ეგო აქვს. თითქოს გააცოცხლეთ მისი ეს ადამიანური გრძნობები, ეს სექსუალური ენერგიები, მისი ეგო აუმაღლეთ, ამიტომ რეალურად ეს ურთიერთობა მნიშვნელოვანია და მოითხოვს კიდეც ყველა ვარიანტში მოითხოვს შანს. რა გადაწყვიტა და გადაწყვიტა ის, რომ აუცილებლად უნდა მოვიდეს თქვენამდე, აუცილებლად უნდა შემოგთავაზოთ რაღაცა, იმიტომ რომ აქ თასები ზოგადად ემოცია და რაღაც 4 პერიოდი, ნახეთ, 4 რიცხვი 4 დღე შეიძლება იყოს, ვიღაცასთან ორიანი ფიგურირებს. პარალელურად ეს არჩევანი ჯერჯერობით, რომელიც მას არ აქვს გაკეთებული გრძნობებსა და ნახეთ როგორ არჩევანს აკეთებს. ისევ პენტაკლები ამოვიდა. მატერიალური ღირებულებებსა და ემოციებს შორის გარჩევანის გაკეთება მოწევს. აი რომელი გადაწონის ეხლა ამ შემთხვევაში მასთან წარმოდგენა არ მაქვს, თუმცა გეტყვით იმასაც, რომ აუცილებლად დაიწყებს მოქმედებას, გადაწყვეტილება მიიღო ის, რომ აი ეს გაურკვეველი სცენარი გადაიყვანოს უკვე რაღაცა ახალ ურთიერთობაზე, ახალ ლეველზე, საბოლოოდ მიიღოს გადაწყვეტილებები დაასრულოს, დარჩეს თუ წავიდეს. ბევრ თქვენთაგანთან ვარსკვლავი ნიშნავს მანძილს, შესაძლებელია პირდაპირ მნიშვნელობით მანძილი გაშორებდე და ამ მანძილის გავლა უნდა ეჭვიანობს, უდაოდ ეჭვიანობს, აქ ელოდება საჭირო დროს და მომენტი იმისთვის, რომ იმოქმედოს ვიღაცასთან თუ გზა არის, აი ნახეთ, აუცილებლად აღვნიშნავ იმას, რომ თუ საზღვრებია გადასაკვეთი, აქ რაღაცა საბუთებთან დაკავშირებით მოლოდინები აქვს. ამას ელოდება და აი მერე მიიღებს რაღაცა გარკვეულ გადაწყვეტილებებს. ვისთანაც გზა არ არის უბრალოდ აქტიური, კალისნიცა მიყვარს ეს ენერგია, აქტიურად დაიწყებს მოქმედებას, იმიტომ რომ თქვენ საყვარელი ქალი ხართ და ეს დისტანცია, რომელიც აქვს მას დაჭერილი ურთიერთობაში, თვითონვე ანგრევს. თუ ის ოჯახია და ქორწინებაშია ჩამოძვირფასებო სამწუხაროდ მის ქორწინებას ადრე თუ გვიან წერტილ დაესმება და ეს სექტემბერს არ გაცდება. წარმატებებს გისურვებთ, შემოძვირფასებო, მიყვარხართ დროებით მომავალ შეხვედრამდე.